ქართული ეროტიკა გახსოვთ თქვენ ეგეთი რამე? კინოთეატრები, ეგ იყო აპოლოში. ეგეთი აფიშები ეკიდა 90-იან წლებში. ეგეც ხდებოდა. და ბევრს არც ახსოვს. ვინც იქ ცხოვრობს, იმათ ახსოვთ, რომ ეგეთი რაღაცები იყო. Chills the breeze, touches with her hand the summer tree. აი ჯართი რით ვერ გათავდა ქალაქში ვერ ეს ხდება 92 ხო და აქ ამიტომ კეტავენ ჭიშკარს იმიტომ რომ ეზოში მიდევს რაღაც ჩემი ნივთები როდესაც ყიდულობ და მოდიან და მიახთან იყარავენ ამიტომ ბოქლობს ვარ ვინ არის გუგა კოტეტიშვილი ცოტა მარტივი კითხვა არ შეიძლება ვინ არის რა ვიცი რა ნაბათ ხატვალი მარტივად ვთქვათ იმიტომ რომ ყველაფერი მაინც ის რასაც ვაკეთებ ამას უკავშირდება მეღებს აღარ ხატავ სამწუხაროდ ყველაზე უფრო ისევე გმინდა რომ ხატავდე და რა ვთქვათ ვაკეთებდი იმას რასაც ვაკეთებ ხატვარი დღეში არ გამოდის, ეგ არ ხდება. 5 წუთით მივარდი რაღაც დავხატე. ეგ არის პროცესი, რომელიც მუდმივად არის დილიდან ღამემდე მიდიხარ სახელოსნოში და ხატავ. მეუღლების ძალიან სასიამოვნოა დიზაინი, ავეჯი, ის გაფორმება, კინოზე მუშაობა, რომელიც შეიძლება გამოგდის, რომელიც ზემოლებად აკეთებ, შეიძლება ანაზღაურებადიც უფრო არის. მაგრამ ხატვა რომელიც აი ხატვა აი ეგ შეიძლება ნაკლებ ანაზღაურებადი იყოს თელდღე მუშაო მე ბოლოს არაფერი გადაშალო ყველაფერი მაგრამ ეს დღე არის შემდგარი იმიტომ რომ ეგ არის დავარქვათ ის წვათ ექსტაზი რაღაცა რაც ხდება პროცესში ხატვის ახლა ეს აი სხვა იმებში ნაკლებად ხდება რაღაც ინტერიერს რო აკეთებ კი სიამოვნებით რაღაცა გამოდის კარგია არის უფრო გართობას გავს და სასიამოვნო გართობას ძალიან მაგრამ აი ეს რაღაც სიგიჟე არ არის რა რაც ხდება ხატვის დროს რომელიც შეიძლება ნაკლებ კარგად გამოგდის ვიდრე თქვა აი სხვა რამეები მაგრამ ის ხო იმის მერე რაც ეს სახლი დაიწვა 92-ში, დაიწვა ნამუშევრები, დაიწვა ყველაფერი რაც გქონდა. გადავერთე მერე რაღაც დიზაინზე და მერე მოხდა ეს ჩანთების კერვა, რაღაც დავიწყე, რაღაც ვიგეთ ბიზნესური ის იყო ჩადებული მაგაში. და ვიცით დაირგვა რომ თურმე ქალებს სჭირდებათ ჩანთები მიუხედავად ყველაფრისა და ყველაფერი ტრაგედიისა. ჩანთების მერე დაიწყო ავეჯი. ანუ იგი იყო მთლიანად პირველ პერიოდში კეთდებოდა ავეჯი, ექსკლუზიური და ისეთი ქუჩაში გადაყრილი ნაპოვნი მასალისგან. კინა რომელიც ქუჩაში უკლიფავდი და ვასწორებდით უბრალოდ ესეთი უფრო ისეთი იყო საჩალიჩო და გვაძლევდით ნაგავს ახალ ცხოვრებას და ეგ ისეთი აზარტული რა. და მე გაგრძელდა და მე იმის მერე ნუ ამის დღემდე ვკეთებდა. აქ რა ხდება? ხო, ეგ არის სახლ-მუზეუმის ნაწილი, ანუ ეგ ოთახი, რომელიც
იქნება სახლ-მუზეუმი. ის ნივთები, რაც გადარჩა მომის მერე, ეგ არის ბაბუჩების ნახატები და ქანდაკებები, ძირითადად რაც არის ძველი. და მე უკვე ვახუშტი ცხოვრობდა ამ ოთახში, პრინციპში. მაგ რაღაც ტახტებია გასაკეთებელი, რაღაც უფრო მისაღები. მაგრამ ეგ სახლ-მუზეუმიც არ იქნება ეგეთი მუზეუმი, სადაც ხალხი ბილეთებით შედის ან რაღაცა, იქნება რაღაც გარკვეული შეხვედრები, რაც იყო, რაც ხდებოდა ვახუშტისთან. შეხვედრა საინტერესო ხალხის საუბარი ხელოვნებაზე თუ არაპოლიტიკაზე, სასურველია, ალბათ არ იქნება. და ხო, არაფერი, ეგ ცოცხალი ორგანიზმი. აქ რა ხდება? აქ ცხოვრობთ. ეს არის მთავარი ოთახი. ხო, მაგარ მთავარი ოთახი. ბუხარი, ანთია, ცეცხლი, არაფერი, რაც ხდება ყველა სახლში. ეგ ცოტა გამოიყურება ის. და ეს იატაკი თქვენი ეს იყო ეგეთი სტანდარტული ბინა, აი კორპუსის ბინა, რო წარმოიდგინო ეს ნაწილი, რომ ქვემოთ ეგეთი ბინებია, უბრალოდ მე ცოტა ახლა ბოლო სართული იყო, ეს აბძიე სხვენი, ბალნით გაკეთდა და დარჩა ეს ბეტონი, ეს ქვადავაგე, ამიტომ ცოტა არასტანდარტულ ბინას გავსვათ. ეგ და ეგ. რა ვიცი, შეგვიძლია წავიდეთ და რაღაც ობიექტები ნახოთ, რასაც ვაკეთებ, რასაც გაკეთდა. წავიდეთ. ლომის ისტორია როგორ შეიქმნეს? გადავწყვეტ რომ ვაკეთებ დუქანს, ეგ დუქანი უნდა ხმეოდა. თავიდან უბრალოდ დუქანს ვფიქრობდი, მე გამახსენდა რომ ეგეთი ტავერნებს ჰქონდა ხოლმე ხშირად ადრე იყო რომ რაღაც ცხოველი ხო ხშირად იყო ეკიდა ხოლმე ეგეთი ხარიან, ტახიან, რაღაცა ეგეთი სახელები ჰქონდა ცხოველები. იმ პერიოდში სწორედ გამქრალი იმ პერიოდში არა უფრო ადრე, როცა მოიპარეს პიროსმანის შავი ლომი, იმის საპატივცემულოდ ვიფიქრე რომ დავარქვათ შავი ლომი, დუქანი შავი ლომი. და მე აი ეს იდეაც რომ დაიხატა გარედან, ესეთი რომ ეს ახსოვდეთ ქველმოქმედებს, რომ ეგ დასაბრუნებელია საქართველოში, ჩემი აზრით. ეხლა იდეა და რატომაც მომწონს და რა განსხვავებაც არის კაფეს, როცა გიკვეთავენ და კაფეს როცა შენთვის აკეთებ, ანუ შენ წყვიტავ, როგორი იყოს და არა ხარ დამოკიდებული დამკვეთზე. იმითია კარგი, რომ თქვა ეგეთი რამე დაკვეთის შეცვლაში წარმოუდგენელი იქნებოდა. ანუ სამწუხაროდ არ არის ეგეთი დამკვეთები. იყო ეგეთი საზაფხულო გათვლილი, ეს მე რახან ზამთრისკენ მოგვიწია გაკეთება და დავაყენეთ მინის ისინი ფეჩი, გამოვიდა ეგეთი. და გაიგო რომ დათბუნება უნდა ზემოთ კრამიტი იყო და რო ვიფიქრო დათბუნება რა, ამიტომ არის დასათბუნებელი საშუალებები ბევრი და ძალიან ზვირია, ხო ზოგი და ეს. დათბუნება საბანის ეგ ფუნქცია აქვს. და ლამაზია. და ლამაზია და საბანია, ხო? იფარებ დილა შესაბამისად დღეს უცებ წავედი სადგურის ქუჩაზე, ვიგები საბნები და ჩავტენე, ხო? ეხლა ამას დამკვეთი არც ერთი ეგ რომ მეთქვა, ალბათ პირად შეურაცხყოფად მიიჩნევ და ვინმე, ხო? აი მე ვიტყოდი რომ როგორც აი გამოფენებს აკეთებ მხატვრები, ჩემს ინტერიერები არის გარკვეული პერფორმანსებია ფაქტიურად, რომელსაც ვაკეთებ და უკვე იღებ აი კეთების პროცესში აი სიამოვნებას და უკვე დაკმაყოფილებული ხარ. მე თუ ეს ფინანსურადაც ამართლებს ხო, კლად კარგი გამოდის.